განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ კვლავ ნოვატიანუსის შესახებ გვექნება განხილვა. მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ შევჩერდით ერთ ნოვატიანუსის საკმაოდ მძიმე შედეგების მომტან გაუკუღმართებაზე, მძიმე შედეგების მომტანს მისი ცნობიერებისთვის, მისი მსოფლმხედველობისთვის, ფაქტობრივად ნოვატიანუსის არსებაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმომფხრელი გაუკუღმართება გვაქვს მხედველობაში, როდესაც მან ძეღმერთი ერთი მხრივ მამა ღმერთზე კნინობითად, დაკლებულად, მასზე უფრო ნაკლები ღმერთობის მქონედ წარმოაჩინა და მეორე მხრივ მამა ღმერთზე ქვემოთ დაადაბლა რამან ძეღმერთის ღირსება, ანგელოზებსაც გაუთანაბრა იგი. ესე იგი, ესოდენ დააკნინა ბუნებითი ღმერთი მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა. თითქოს მან ამგვარი თეზა შეიმუშავა ასეთი დაკნინების მისაჩქმალად, რომ ღმერთობა კი არ გააუქმა ძეღმერთისა მან, არამედ ღმერთობასთან ერთად მას ანგელოზობაც განუკუთვნა. მაგრამ ეს არის მხოლოდ გარეგანი მცდელობა, ძალიან ესე იგი უშედეგო ალბათ და ძნელად დამფარველი შინაგანი ჩანაფიქრისა, გარეგანი მცდელობა მხოლოდ ცდომილი აზრის როგორმე რაღაც საფარველით გავრცელებისა და ამ ცდომილი აზრის ქადაგებისა. რადგან ღმერთობა მას ნოვატიანუსს ჯერ კიდევ მაშინ აქვს გაუქმებული ძეღმერთისთვის, როდესაც იგი მამა ღმერთზე უფრო კნინობითად წარმოგვისახა. აქ უკვე გაუქმებულია ძეღმერთის ღმერთობა. იმიტომ რომ ნოვატიანუსი და რა თქმა უნდა ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა საღადმოაზროვნე აუცილებლად ერთ საწყისს აღიარებს, ანუ ერთ ღმერთს. შეუძლებელია რომ მრავალი ღმერთი არსებობდეს. და თუ მამა ღმერთზე დაკლებულია ძეღმერთი, ესე იგი მისგან განსხვავებულიცაა. ამ ორისგან რომელია ბუნებითი და ნამდვილი ღმერთი? ორივე შეუძლებელია იყოს. ამ ორივეს უკვე ერთ ღმერთად ვეღარ ვიტყვით, იმიტომ რომ ერთი და იგივე ღმერთი შეუძლებელია თავის თავში აღმატებული ძლიერების მქონეც იყოს მამის სახით და დაკლებული ძლიერების მქონეც ძის სახით. ასე რომ, სადაც ხარისხობრივი და იერარქიული მეტნაკლებობაა, იქ უკვე აუცილებლად ერთ-ერთს უნდა მიენიჭოს საწყისის ფუნქცია, საწყისის ღირსება და მეორე მისგან წარმოქმნილად, მისგან შექმნილად უნდა დაისახოს და რადგან აღმატებულად თავისთავად ცხადია ნოვატიანუსისთვის მამა ღმერთი წარმოჩნდება შესაბამისად არიანელთა მსგავსად მისთვის ბუნებითი ღმერთი მხოლოდ მამაა და ძეღმერთისთვის ბუნებითი ღმერთობა გაუქმებულია. ნოვატიანუსი რომ ღმერთს ამ ტერმინს ძის მიმართ იყენებს, ეს არაფერს არ ნიშნავს. არიანელებიც არა იშვიათად განუკუთვნებდნენ ამ ტერმინს, ესე იგი ტერმინ ღმერთს ძეს, მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში თვით მათივე განმარტებით, თვით არიანელთა განმარტებით ისინი ტერმინ ღმერთში მხოლოდ პირობით შინაარსდებდნენ, არა ბუნებითი, არა ნამდვილი ღმერთი, არამედ მადლით მინიჭებული ღმერთობა, როგორც ღმერთობა მიენიჭება, თქვათ, ანგელოზებს და წმინდა ადამიანებს. და ადამიანებსაც და ანგელოზებსაც მადლით ღმერთები ეწოდება და ღმერთები პირობითად მათ შეიძლება ეწოდოთ. აი ამ გაგებით განუკუთვნებდა ნოვატიანუსიც აშკარაა ტერმინ ღმერთს ძეს და ეს უკვე იმის დასტურია, რომ ბუნებითი ღმერთობა მას ძისგან ახხოცილი აქვს. ასე რომ მიუხედავად ამგვარი დაშვებისა, რომ იგი ღმერთობასაც უნარჩუნებს თითქოს ძეს და ამ დროს ანგელოზობასაც განუკუთვნებს, მის ცნობილებას ოდნავადაც ვერ ამსუბუქებს, რადგანაც ღმერთობა მას უკვე უარყოფილი აქვს ძისთვის და ამას ემატება უკვე ის, რომ ანგელოზობაც, ანგელოზობის ხარისხიც განკუთვნილია მისგან ძისადმი, ანუ ძე ნოვატიანუსისგან ჩამოქვეითებულია, ძველი ქართული ტერმინი რომ მოიხმოთ, შთამომდაბლებული, ანუ დადაბლებულია ანგელოზთა, ანუ ქმნილებათა ხარისხამდე. მოვიტანთ შესაბამის ციტატა, სადაც ეს მწვალებლური აზრი მკვეთრად იჩენს თავს. ნოვატიანუსი ამბობს: ქრისტე არის ერთდროულად ანგელოზიც და ღმერთიც. ამგვარი დახასიათება არ შეიძლება ესადაგებოდეს და უკავშირდებოდეს მამას. ესე იგი, ნოვატიანუსისთვის მამა მხოლოდ ღმერთი. აქაც ჩანს, რომ ის მამისგან ფაქტობრივად მიჯნავს ეს. არ შეიძლება ესადაგებოდეს და უკავშირდებოდეს მამას, რომელიც მხოლოდ ღმერთია. პირიქით, ეს შეიძლება განეკუთვნოს საკუთრივად ქრისტეს, რადგან სწორედ მასთან დაკავშირებით გაცხადდა, რომ არ იყო იგი მარტოოდენ ღმერთი, არამედ იყო აგრეთვე ანგელოზიც. შესაბამისად აშკარაა, რომ ჩვენს საკითხავში იგულისხმება შესაქმის 21 თავის მე-17 მუხლი, რაც ამ ციტატის უწინარეს არის ნოვატიანუსისგან მოტანილი და ამ ციტატას განიხილავს იგი და შესაბამისად ამბობს. ამრიგად აშკარაა, რომ ჩვენს საკითხავში არათუ მამა ესაუბრებოდა აგარს, არამედ ქრისტე, რომელიც მხოლოდ ღმერთი არ არის, არამედ ერთადერთია, ვისაც თანაბრად შეჰფერის აგრეთვე ანგელოზის სახელიც. გამომდინარე იქიდან, რომ იგი გახდა დიდისა ზრახვისა ანგელოზი.
ეს ბოლო ფრაზა, ესე გამთავრებთ ნოვატიანუსის ციტატას, ეს ბოლო სიტყვები დიდისა ზრახვის ანგელოზი გახლავთ ესაიას წინასწარმეტყველების მე-9 თავის მე-6 მუხლი და ეს ცნობილი სიტყვებია მაცხოვრისადმი თქმული ეპითეტი, მაგრამ ეს ეპითეტი, ეს გამონათქვამი, რა თქმა უნდა, არასოდეს არც ერთი ხმარქმედებელი მოძღვრისგან პირდაპირი მნიშვნელობით არ გაგებულა ძისადმი. ეს ერთ-ერთი იმდაგვარი ეპითეტია, როგორც ძეზე ითქმის მაგალითად უკიდურესად კნინობითი სახელებიც კი. თუნდაც შორს რომ არ წავიდოთ, ჩვენ რომ გადავშალოთ იოანეს საბანიძისგან აღწერილი წმინდა აბოთფილელის მარტვილობა, იქ მეორე თავში ჩამოთვლილია მაცხოვრის სახელები და ამ სახელთა შორის ბევრს ვიპოვით ისეც, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამქვეყნიურია, მატერიალურია, სიმბოლურადაა მხოლოდ მისდამი თქმული და არანაირად პირდაპირი მნიშვნელობით. და სიმბოლურად მაცხოვარს ეწოდება კაციც, მატლიც, მარილიც, მარგალიტიც და აურაცხელი სხვა რამ. თავთავისი განმარტებით. ერთ-ერთი ასეთი სახელი, პირობითი სახელი მისდამი არის დიდისა ზრახვისა ანგელოზი, მაგრამ აქ ტერმინ ანგელოზი იგულისხმება არა ქმნილება ანგელოზი, არამედ ანგელოზი არის თავისი, როგორც ლექსიკური ერთეული, თავისი სემანტიკური დატვირთვით მოხმობილი, ხოლო სემანტიკურად, ანუ შინაარსით ანგელოზი მოგეხსენებათ ნიშნავს მაუწყებელს, მაცნეს, გამაცხადებელს, ხოლო ზრახვა ასეთ შემთხვევაში ნიშნავს, აი ამ კონტექსტში აქ ნიშნავს დიდ აზრს. სხვას არაფერს, ბერძნულში არის შესატყვისი ტერმინი ბულე, განზრახვას, ჩანაფიქრს, აზრს, აი ამ მიზანდასახულობას, აი ამას ნიშნავს. დიდი აზრის გამაცხადებელი, აი ესაა ზეღმერთი, რომელმაც თავისი განკაცებისას ყველაზე უფრო აღმატებული აზრი გააცხადა მთელი ქმნილების წინაშე და ესოდენ აღმატებული აზრი ქმნილებას, რა თქმა უნდა, არასოდეს არ დაუტევია თავის თავში და ქმნილება არასოდეს არ გამხდარა ღირსი იმისა, რომ ასეთი აღმატებული აზრი მისდამი გაცხადებული იყო. ამიტომ ეწოდება სიმბოლურად ესაიასგან წინასწარმეტყველურად ზეღმერთს დიდისა ზრახვისა ანგელოზი, ანუ ახალ ქართულად თუ ვიტყვით, დიდი აზრის, დიდი ჩანაფიქრის, დიდი განზრახვის მაუწყებელი, გამაცხადებელი მთელი ქმნილებისადმი. მაგრამ ნოვატიანუსი, რომელიც სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა მიზანდასახულობით ცდილობს ზეღმერთის ანგელოზობის დამტკიცებას, რომ ის ამავე დროს გარდა ვითომც და მისი გაგებით, როგორც თვითონ ამას უშვებს ღმერთობისა, იგივე ანგელოზიც ყოფილა. და ანგელოზი ხომ ქმნილებაა და რაღაც სიმბიოზი, თანაარსებობა ძეში ერთი მხრივ ღმერთისა და მეორე მხრივ ანგელოზისა იმდენად უცხო მოძღვრებად ჩანს, რომ არათუ მართლმადიდებლობასთან ზოგადად ადამიანურ საღ გონებასთან მას ძალიან ნაკლები კავშირი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ თვითონ ესე იგი ნოვატიანუსი განაგრძობს. ეს სახელი ანგელოზისა, იგულისხმება დიდისა ზრახვის ანგელოზი, ეს სიტყვები ესაიასი. ეს სახელი ანგელოზისა მას მიეცა, რადგან იგი გამომაცხადებელია მამის წიაღში დაფარული ზრახვის. ეს სწორია, რომ იმ მამისეული უღრმესი აზრის გამაცხადებელია ქმნილების წინაშე ძე, მაგრამ გამაცხადებელია არა მონურად, არა მსახურებითად, როგორც ანგელოზი ემსახურება ღმერთს, არამედ ღმერთულად, თანასწორად მამისადმი. ძეობრივად. თვით განკაცების ჟამსაც ჩვენ შეიძლება ოდნავ გადაუხვიოთ და ესეც აღვნიშნოთ, რომ როდესაც ზეღმერთი განკაცდა და მონის ხატი მიიღო, ადამიანი მონა აღვთისა და ადამიანობა როდესაც ზეღმერთმა მიიღო, ესე იგი ამ ადამიანობის, ანუ მონობის ბუნება მან ითვისა, მაგრამ როგორც ზოგიერთი ღვთისმეტყველი ამ საკითხმა უაღრესად დააბნია და ჩვენ ბევრ თანამედროვე პუბლიკაციაში რუსულში, ქართულში შეგვიძლია უპირობოდ წავიკითხოთ, რომ თითქოს მაცხოვარი მართლაც გახდა მონა. მაშინ როცა ეკლესიური სწავლება სრულიად ხაზგასმით გვაუწყებს ჩვენ, რომ მაცხოვარმა მონის ხატი მიიღო, მონური ბუნების ადამიანობა მიიღო, მაგრამ არასოდეს და არანაირად არ მიუღია თვითონ მონობა. პირუკუ რა წამს მიიღო მან მონური თვისების მქონე ადამიანური ბუნება, ეს ადამიანური ბუნება ყისვე მეუფებრივი გახადა, ღვთიური გახადა, ხელმწიფური გახადა. ისევ როგორც მაცხოვარმა მიიღო ცოდვისგან დაცემული ადამიანური ბუნება, მაგრამ არანაირად არ მიუღია თვითონ ცოდვილიანობა და მიიღო რა ცოდვისგან დაცემული ადამიანური ბუნება, თავისი ღვაწლით კვლავ აღადგინა ეს ადამიანური ბუნება თავდაპირველ უცოდველობამდე. ამგვარადვე მაცხოვარმა მიიღო მონური თვისების მქონე ადამიანური ბუნება, იმიტომ რომ ადამიანური ბუნება თავისთავად აუცილებლად მონური თვისებისაა და სახურია ღვთისა, მაგრამ რა წამს მიიღო ეს მონური თვისების მქონე ადამიანური ბუნება, არანაირად არ მიუღია რა თავად მონურობა, ეს ბუნება მყისვე მეუფებრივი გახადა. და ამიტომ თქმა იმისა, რომ მაცხოვარი განკაცების ჟამს ადამიანი იყო იმ გაგებით, რომ ჩვენებრ მონა იყო, ჩვენებრ უმეცარი მომავლისა რეალურად ნამდვილად მოქმედებაში, ეს ყოველივე ეკლესიის მამათა მიერ ანათემირებული გახლავთ. ჩვენ ამაზე ამ ცოტა ხნის წინ სპეციალური ნაშრომიც გამოვაქვეყნეთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი დარღვევაა, უმძიმესი დარღვევაა ჭეშმარიტი სწავლებისა, მაცხოვრის აღიარება და განკაცებული ღვთის აღიარება და მიჩნევა რეალურად ნამდვილად, ესე იგი მოქმედებაში გამოვლენითად უმეცრების მქონედ, მონად, არაცხოველმყოფლად
და კაცობრივი ნებით შეზღუდულად და სხვა. ეს ყველაფერი მართლმადიდებელ მომათაგან დაგმობილია, იმიტომ რომ ეს გახლავთ ნესტორიანიზმის საშინელი ერესი, ნესტორიანიზმის ბაცილა და ამ საკითხზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახოთ ჩვენი ბოლოდროინდელი პუბლიკაცია სათაურით მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. მაგრამ ამჯერად დაუბრუნდებით ნოვატიანუსს და მისი სიტყვების ციტირებას განვაგრძობთ. იგი აღნიშნავს, რომ ეს სახელი ანგელოზისა მას მიეცა, ესე იგი დიდი საზრახვის ანგელოზი, რადგან იგი გამომაცხადებელია მამის წიაღში დაფარული ზრახვისა, როგორც ამას სწამებს წმინდა იოანე. იგულისხმება იოანეს სახარება პირველი თავის მე-18 მუხლი. შემდეგ ნოვატიანუსი განაგრძობს. ამიტომ, რადგან წმინდა იოანეს აღიარებით ამ პირმა, ესე იგი ზეღმერთმა, რომელიც გამომაცხადებელია მამის დაფარული განზრახვისა, ხორცი შეისხა ამ განზრახვის გასაცხადებლად, უნდა დავასკვნათ და როგორ ასკვნის ამას აბსოლუტურად გაუგებარია, სრული აბსურდია, მაგრამ თვითონ ასე ასკვნის, უნდა დავასკვნათ, რომ ქრისტე არის არა მხოლოდ ადამიანი, არამედ აგრეთვე ანგელოზიც. ამასთან იგი თავის თავს ავლენს წერილში, როგორც არა მხოლოდ ანგელოზად მყოფი, არამედ ღმერთადაც. ამგვარ და ბოლო ფრაზა, ასე ვთქვათ, ყველაზე რაღაც ღიმილის მონგრელია. ამგვარია ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოება. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი ცხადი არ არის ქრისტიანული სარწმუნოება. ქრისტიანული სარწმუნოება, რა თქმა უნდა, ნამდვილ ადამიანად აღიარებს ხორჩესხმულ ღმერთს, მაცხოვარს იესო ქრისტეს, მაგრამ არასოდეს არ გამოუთქვამს ვინმეს და არ მიუნიშნებია, რომ იგივე იესო ქრისტე ერთდროულად ღმერთი და კაცი, ამავე დროს თითქოს ანგელოზიც იყოს. აი ეს აზრი აქვს, ესე იგი ნოვატიანუს მაცხოვრის ღმერთობასთან დაკავშირებით. ზემორე მწვალებლური აზრები ნოვატიანუსისა შეიძლება უფრო ცელგახილვასაც მოითხოვდეს, მაგრამ რაც აღნიშნეთ, ვფიქრობთ ესე ზურათის წარმოსაჩენად ცხადია. მაგრამ ერთი რამ მაინც გვინდა დავძინოთ, რომ მიუხედავად აი ამგვარი აზრებისა და ამგვარი მტკიცებულებებისა, ასე ვთქვათ, რაც ნოვატიანუსთან ხდება, ცალკეული მისგან მოწოდებული გამონათქვამები სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ვითარებასთან დაკავშირებით ნოვატიანუსისგან წარმოდგენილი, ჩვენ შეიძლება გარკვეული ღირსების მქონეთ, მაინც მივიჩნიოთ და მის მიმართაც, ესე იგი ნოვატიანუსის მიმართაც შევინარჩუნოთ სწორედ ის განწყობა, რაც არაერთგზის გამოგვიხატავს, მართლმადიდებლური განწყობა, გულშემატკივრული, ანუ თანაშეზომილი მის ცდომილებასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფანატიკურად ყოველივე ერთი ხელისმოსმით უარყოთ, არამედ თუ რაიმე მაინც არის ღირსეული მასთან, ამ საშინელი უკეთურებების ანალიზის შემდეგ ისინიც წარმოაჩინოთ და არც მეორე მხარე მივჩქმალოთ ამ პირველის ასეთი ტოტალური უტრირებით. ჯერ იმას დავძენთ მაინც, რომ ამგვარი ცდომილებების მქონე პიროვნებისგან გასაკვირი აღარაა, რომ მისგან, ესე იგი ნოვატიანუსისგან ძე სწორედ მამის მსახურად არ წარმოდგენილი. ცხადია, თუ მამაზე კნინობითად წარმოაჩენ ძეს, თუ მას ანგელოზად მიიჩნევ და ანგელოზი კი მსახურია ღვთისა, თავისთავად ცხადია, აქედან უკვე ერთი ნაბიჯიც აღარ არის, იგივეა, რომ ძეღმერთი მამის მსახურად დასახო. და ეს ხდება სწორედ ნოვატიანუსთან, რომელიც ხსენებულ ძეგლში 31 თავში პირდაპირ ამბობს. ძე არაფერს აკეთებს თავისი საკუთარი ნებით, თავისი საკუთარი განზრახვით, არამედ ემორჩილება თავისი მამის ყველა ბრძანებასა და განაწესს. მისი შობა ადასტურებს, რომ იგი ძეა, მაგრამ მისი ერთგული მორჩილება ამტკიცებს, რომ იგი მსახურია თავისი მამის ნებისა, რომლისგანაც აქვს მას არსებობა. აი ასეთი აბსოლუტურად უკვე სუბორდინაციანისტული დასკვნა, მართლმადიდებლური სწავლება კი ის გახლავთ, რომ რა თქმა უნდა ძეს მამისგან აქვს ყოველივე, ეს ჩვენს ადამიანურ გონებაში თეორიულად ასე შეგვიძლია წარმოვსახოთ, თეორიულად, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამის აღქმა და ამის გაცნობიერება შეუძლებელია. ჩვენ უშვებთ რომ ერთისგან აქვს მეორეს რაღაც ამ ყოფით ცხოვრებაში, ქმნილების ცნობიერებაში, აუცილებლად მივდივართ იქამდე, რომ ის ვინც მიმნიჭებელია, უფრო აღმატებულია, ხოლო ის ვისაც მიენიჭა, უფრო დაკნინებულია. მაგრამ ქმნილებაზე აღმატებულ წიაღში ყოვლადწმინდა სამების წიაღში უკვე აბსოლუტურად სხვა ვითარება, იქ სრული თანაბრობაა კვლავ აღნიშნავთ და მიუხედავად იმისა, რომ გავიმეორებთ ძეს ყოველივე მამისგან აქვს ყოვლადი აზრით და მამასთან თანაბრად, თვით ეს თანაბრობა, სრული იგივეობა მასთან არსობრივი თვისებებისა ყოვლადია, უეჭველია და ამიტომ ჩვენ საუბრობთ არა იმაზე, რომ ძეღმერთი აღარ სრულებს მამის ნებას, არამედ მამას და ძეს და სულიწმინდას ერთი და იგივე ნება აქვს. ისინი ერთ ნებას მოქმედებენ ერთობლივად და ერთ და იგივეობრივად. და ამიტომ საუბრობთ მამაზე, ძეზე და სულიწმინდაზე, კვლავ გავიმეორებთ, როგორც ერთ ღმერთზე.
მაგრამ ამგვარი ცდომილი მსჯელობით თვით ნოვატიანუსი მიუხედავად მის მიერ ძის ღმერთობის არაერთგზისი ვითომს და აღიარებისა, ლოგიკურად მიდის ამავე ძის ბუნებითი ღმერთობის უარყოფამდე. მისი სიტყვები კიდევ 31 თავიდან, ძალიან მძიმე სიტყვებია, მოვიტანთ. ძე ღმერთი ამრიგად, ესე იგი ამას ნოვატიანუსი ამბობს, ადასტურებს თავისი სრული მორჩილებით მამისადმი ყველაფერში, რომ იგი უნდა იყოს ღმერთი, ისევე როგორც მსახურიც. თუმცა თავისი მორჩილებით იმასაც ცხადყოფს, რომ ერთადერთი ღმერთია მამა, რომელშიც ჰპოვა მან დასაბამი. ესე იგი პირდაპირ აღიარებული მამა ერთადერთ ღმერთად. ძეღმერთსაც რომ ღმერთი ეწოდება აქვე, ეს არაფერს არ ნიშნავს, კვლავ აღნიშნავთ, იმიტომ რომ ამ გაგებით ღმერთი შეიძლება ეწოდოს ანგელოსაც, შეიძლება ეწოდოს ადამიანსაც. ანუ პირობითად ღმერთი, ასეა ნოვატიანუსისგან ძეღმერთი წოდებული, ხოლო ერთადერთი, ანუ ნამდვილი ღმერთი მისთვის მამა ღმერთია. ფაქტობრივად ეს სრულად იგივეობრივია არიანელობასთან, არიანული გაუგუმართების წინაპირობა გახლავთ ეს ყოველივე. და ჩვენს შეგვიძლია ამ ყოველივესთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ სრულიად აშკარაა ძე ნოვატიანუსისთვის ღმერთია იმდენად, რამდენადაც მამისგან ებოძება მას ღმერთობა, ხოლო ბუნებით, ანუ ნამდვილად თავისთავადი მნიშვნელობით ღმერთი ამავე ნოვატიანუსის, როგორც ვნახეთ, უაღრესად მკვეთრი მტკიცებით, მხოლოდ მამაა და ამ მოხდომებას გარდა იმ სიტყვებისა, რაც ჩვენ უკვე მოვიტანეთ, ააშკარავებს მისი სხვა სიტყვებიც, კერძოდ, როდესაც ამბობს. ამრიგად ყოველივე დაიგება მის ფერხთით და ექვემდებარება მას, რომელიც არის ღმერთი. და ძემაც იცის, რომ ყოველივე დამორჩილებულია მისდამი, როგორც საბოძვარი მამისა. ამიტომ იგი საღვთო უფლებამოსილებას მთლიანად მამასგან უკუთვნებს. და უგვირდეთ, მამა ჩანს ერთადერთი, ჭეშმარიტი და მარადიული ღმერთი. ამაზე მკვეთრი თქმა, რა თქმა უნდა, ამ ცდომილი ღვთისმეტყველებისა შეუძლებელია, რომ თითქოს მამა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და მარადიული ღმერთი. იგი არის ერთადერთი წყარო ამ საღვთო ძალმოსილებისა. ხოლო ძე რა გაგებითაა ღმერთი, ამას ნოვატიანუსი მისთვის რა გაგებითაა ღმერთი, ამას შემდეგ სიტყვებში ასე გამოთქვამს. ძე ჩანს ღმერთი, არისო არ ამბობს თან. ძე ჩანს ღმერთი, რადგან მისდამი აშკარად არის გადაცემული და მიკუთვნებული ღმრთეება. მიუხედავად ამისა, მამაც ხადდება ერთადერთ ღმერთად. თავისთავად ცხადია, როდესაც ნოვატიანუსმა ძეღმერთი ასე დაუქვემდებარა მამას და ასე დააკნინა ბუნებითი ღმერთობისგან ძე, კიდევ უფრო მეტად განავრცობდა იგი ამგვარ გონებაცდომილობას სულიწმინდასთან დაკავშირებით და მართლაც ეს ამგვარი სუბორდინაციანისტული დამოკიდებულება, ანუ დაქვემდებარებითი მიდგომა ძისა და სულიწმინდისადმი მან სრულიად აშკარად გამოთქვა შემდეგ სიტყვებში. ნუგეშინის მცემელმა, ესე იგი სულიწმინდამ, თავისი უწყება მიიღო ქრისტესგან. ამიტომ თუ მან ქრისტესგან მიიღო იგი, ეს უკანასკნელი, ესე იგი ქრისტე, მასზე, ესე იგი სულიწმინდაზე აღმატებულია. რადგან იგი არ მიიღებდა ამ უწყებას ქრისტესგან, მასზე ნაკლები რომ არ ყოფილიყო. ნუგეშინის მცემელი ნაკლებია ქრისტეზე და იღებს მისგან იმ უწყებას, რასაც გადასცემს სოფელს. 18 თავი. აი ესაა ტიპიური და ნამდვილი სუბორდინაციანისტული მწვალებლობა. აქ ჩვენ ხედავთ, რომ სულიწმინდისადმი კიდევ მეტი მგმობელობა, თუ შეიძლება უფრო მეტი მგმობელობა არსებობდეს იმაზე, რაც უკვე ვთქვით, რომ ესე იგი ძეღმერთი დაკნინებულია მამასთან შედარებით, მაგრამ სულიწმინდა თვით ძეღმერთზე უფრო დაკნინებულია, მასზე უფრო ნაკლებია და მამაღმერთთან შედარებით ორმაგად დაკნინებული წარმოჩნდება. ამგვარი სუბორდინაციანისტული კიბეა, მწვალებლური კიბეა წარმოსახული ნოვატიანუსისგან, არა მხოლოდ მისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მის ცდომილ მოძღვრებას განვიხილავთ ჩვენ. აქვე ჩვენ შეგვეძლო რომ იმის აღნიშვნა, რომ ნოვატიანუსი ძეს უწოდებს მამის შემდეგ მეორე პირს, მაგრამ არ უწოდებს სულიწმინდას მესამე პირს. სხვათა შორის ტერტულიანისთან, რომელიც მნიშვნელოვანწილად არის აგრეთვე სუბორდინაციანისტი და საერთოდ ლათინურენოვან გარემოში ამ ცდომილი მოძღვრების მესაძირკვლის, სწორედ ტერტულიანი უნდა მივიჩნიოთ თავისი დიდი გავლენით გვიანდელი ავტორებიც ამ ერესით გამსჭვალულად წარმოაჩინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ტერტულიანისთან სულიწმინდა წოდებულია მესამე პირად, ხოლო ნოვატიანუსთან უკვე ეს ეპითეტით სულიწმინდისადმი გაუქმებულია, იმდენად აკნინებს იგი სულიწმინდას. და არაა გამორიცხული, რომ ნოვატიანუსი სულიწმინდას არ აღიარებდა მამასთან და ძესთან თანამყოფ მესამე ჰიპოსტასად. ანუ იგი როგორც ჩანს უარყოფდა სამპიროვნულობას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ნოვატიანუსთან შეიძლება მოიპოვებოდეს ცალკეული მართებული სწავლებანი, სხვათა შორის ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელი იქნებოდა ალბათ სულიწმინდისა და ეკლესიის კავშირის მხრივ, რაც
კარგად აქვს მას ჩამოყალიბებული ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებითაც ზოგი ასპექტი, უაღრესად მართებულად აქვს გადმოცემული და სხვა, მაინც ზემოწარმოდგენილი ციტატები ვფიქრობთ, ესე იგი სრულიად თვალსაჩინოდ გვიმჟღავნებს ნოვატიანუსის მოძღვრების ძირითადი ნაწილის მწვალებლურობას, რამაც შემდეგში კიდევ უფრო მასშტაბური გამოვლენა ჰპოვა არიანულ და მაკედონიანულ მწვალებლობათა სახით, რომლებსაც მოგეხსენებათ მსოფლიო კრებები მიეძღვნა. მსოფლიო კრებები თავისთავად ცხადია მრავალ საკითხს ეძღვნება ერთდროულად, მაგრამ როდესაც ეკლესიის მამები განიხილავენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რამაც ამა თუ იმ მსოფლიო კრებას კონკრეტული საფუძველი შეუმზადა, სრულიად უპირობოდ, აბსოლუტურად ერთსულოვნად აღიარებულია, რომ პირველი მსოფლიო კრების, რომელიც ნიკეაში გაიმართა, დოგმატური საფუძველი იყო არიანელობის უარყოფა, ხოლო მეორე მსოფლიო კრებისა, რომელიც 391 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა, სწორედ მაკედონიანელობა, ანუ სულიწმინდის ღმერთობის უარყოფა. და საფუძვლები ამ ორი ერესისა, რომლებიც შემდგომში, როგორც აღნიშნეთ, ორმა მსოფლიო კრებამ აღმოფხვრა, აი ამ ერესთა საფუძვლები ხედავთ, რომ აშკარაა ნოვატიანუსის, ასე ვთქვათ, ნააზრებში. ამით დავასრულებთ ჩვენ ნოვატიანუსის შესახებ მსჯელობას, გმადლობთ ყურადღებისათვის.